მოგესალმებით, მე ვარ ფსიქოლოგი ელენე ქორიძე და ეს არის პოდკასტი. აი ეს ახალი ინიციატივა, რომელიც თვეში ერთხელ შემოგთავაზებთ შემეცნებით და ანალიტიკურ საუბრებს იმ ფსიქიკური ჯანმრთელობისა და იმ აქტუალური საკითხების გარშემო, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს. შევეცდებით ახალი პერსპექტივიდან დავინახოთ ის, რაც ჩვენთვის ნაცნობი, უცნობი ან ბუნდოვანია. დღევანდელი და ჩვენი პირველი ეპიზოდის სტუმარია ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი და მწერალი მაია ცირამოა. როგორ ხარ? კარგად. დღეს, როდესაც ამ ეპიზოდს ვწერთ, უწყოდი პროტესტის 170-ე დღე არის. და ამ პერიოდის განმავლობაში სიტყვის, გამოხატვის, არსებობის თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა არ ჩერდება, თუმცა რეჟიმი ყველა ხერხს იყენებს იმისთვის, რომ ჩაახშოს ეს პროტესტი და დღეს ისე როგორც არასდროს ჩვენ გვჭირდება ვისაუბროთ ოდნავ უფრო დისტანცირებულად შევხედოთ მიმდინარე მოვლენებს და დავინახოთ სად ვართ როგორც ემოციურად, ისე ფიზიკურად. და ამ ეპიზოდისთვის მზადებისას გამახსენდა ბესელ ვანდერკოლკის ფსიქიატრის სიტყვები, რომელიც ქართულად დაახლოებით ასე ჟღერს. წინააღმდეგობა შეიძლება იყოს არა მხოლოდ შემეცნებითი კოგნიტური პროცესი, არამედ ეს შეიძლება იყოს სხეულებრივიც და ჩვენ სხეულს ძალიან კარგად ახსოვს და ახსოვს ყველაფერი, იმახსოვრებს ყველაფერს ძალიან კარგად და კარნახობს კიდეც რა სიტუაციაში როგორ მოვიქცეთ. და მე მაინტერესებს რა პროცესი არის ეს, საიდან მოდის სიგნალი, რომ აღარ შეგვიძლია ჩუმატყოფნა და უნდა ვიმოქმედოთ. ამის ძალიან ცოცხალი მაგალითი იყო, პრინციპში 2024 წლის 28 ნოემბერი, როდესაც ხალხი ძალიან სპონტანურად გამოვიდა ქუჩაში და მოდი დავიწყოთ აქედან. რა პროცესია ეს, როდესაც სხეული კარნახობს რა უნდა გავაკეთოთ? კარგი კითხვა. მომწონს. ვანდერკოლკმა ესეთი რამეც თქვა, რომ ის რაც გვემართება და ეს ტრამულ მოვლენას გულისხმობდა, ეს არ არის მხოლოდ ამბავი, ეს არ ზუსტად ციტირებას ვერ ვახდენ, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ამბავი, ეს არ არის მხოლოდ ისტორია, ეს არის ის რაც ჩვენში რჩება და აი ზუსტად ის რაც ჩვენში რჩება არის ის ანაბეჭდები სხეულზე ტრამბული გამოცდილების, რომელიც აი ისეთ სიტუაციებში, როდესაც ხდება მოვლენა, რაც რეზონირდება აი ამ შენს სხეულებრივ მეხსიერებასთან იწყებს აქტივაციას. და საინტერესოა თავისთავად ის ფაქტიც, რომ ეს არ ეხება მხოლოდ ჩემს ინდივიდუალურ, ადამიანის ინდივიდუალურ ბიოგრაფიას, ეს ხშირად ეხება ქვეყნის, ერის, კოლექტიურ, ასე ვთქვათ, მეხსიერებას და ჩვენ ამაზე შეთანხმებულები ვართ, რომ ჩვენი ქვეყანა არაერთგზის ტრამვირებული ქვეყანაა და სხვა შორის ეს პერსპექტივა, ეს სხეულებრივი განცდა ტრამვის როგორია და როგორ აისახა ის ჩვენს კოლექტიურ, ასე ვთქვათ, სხეულზე, ძალიან საინტერესოა. თუმცა ჯერ მინდა აი შენს კითხვას, რომ რა მოხდა 28 ნოემბერს, რა იყო ეს იყო ალბათ აი ზუსტად აი ეს მომენტი, როდესაც იქამდე სანამ გაიაზრებ, იქამდე სანამ რაიმეს დაგეგმავ, მოდის სიგნალი და ეს სიგნალი არის აი ძალიან დიდ რეზონანსში შენს კოლექტიურ ტკივილთან, რაც იწვევს მყისიერ სხეულებრივ რეაქციას და ეს რეაქცია იყო შებრძოლების რეაქცია და ვნახეთ ჩვენ როგორ ერთად რაღაცა იხუბლა ხალხის მასამ, ხო? ეს იყო აი ამ კოლექტიური სხეულის გაცოცხლება და ჩემთვის ძალიან საამაყოა სხვათა შორის, რომ ჩვენი კოლექტიური სხეული რეაგირებს აი ესეთ სტიმულზე, როგორიც არის თავისუფლების დაკარგვა და ჩვენი იდენტობის დაკარგვა, ხო? ფაქტობრივად ის რა განცხადებაც გაკეთდა, ნიშნავდა იმას, რომ ჩვენ ისევ უბრუნდებით რაღაცას, რასაც ძლივს თავი დავაღწიეთ, ხო, 35 წლის წინ დაახლოებით, ისევ
ხვდებით რუსეთის, ასე ვთქვათ, ჩექმის ქვეშ და ეს არის ის, რაზეც მე ვფიქრობ, რომ აი ამ რეაქციამ ძალიან კარგად აჩვენა რა არის ჩვენთვის ყველაზე მტკივნეული ადგილი. და ძირთად ახლა რომ დააკვირდე პროპაგანდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იარაღია ამ პროცესში, ზუსტად აი ამ ჩვენს ეროვნულ იდენტობას, ეროვნულ თვითმყოფადობას, ევროპასთან ჩვენს ინტეგრაციის სურვილს, რუსეთთან ჩვენს დამოკიდებულებას, აი ამ თემებს ეთამაშება. და აი ეს ესეთი სხეულებრივი აფეთქება ჩემთვის იყო ძალიან საამაყო სიგნალი და ძალიან კარგად მახსოვს მეც ისევე როგორც შენ და ბევრი ადამიანი როგორც კი გავიგე ეს ინფორმაცია აი ფეხსაცმელს რო იხდი და უცებ ჩაიცე ისე უკან ესე ვთქვათ გარეთ გაბრუნდები და არ მავიწყდება ერთი ახალგაზრდა გოგო მე პირველ ეტაპზე წავედი ოცნების ოფისთან როგორ იდგა დროშით ხელში და ბოლთა სცემდა და აი მისი სხეული მართლა ყვიროდა რომ აი ამის მოთმენა უკვე შეუძლება რომ ჩვენ გადავსებულები ვართ. სხვა შორის ძალიან საინტერესო იყო და მგონია რომ ეს ტალღა იმიტომაც იყო ასეთი მძლავრი რომ იქამდე აი ხო სულ ისმება კითხვები რომ არჩევნების შემდგომ როდესაც ჩვენ ფაქტობრივად დავინახეთ ხო რომ რაღაც რუსული სპეცოპერაციასავით ჩატარდა ამ ქვეყანაში და ის რასაც უზარმაზარი იმედით ველოდებოდით უზარმაზარი იმედგაცრუების სიტუაციაში აღმოჩნდით ხო რატომ არ გამოიწვია მან ასეთი აფეთქება ხო ეს რაღაცნაირად თითქოს უფრო ეგზისტენციალური უფრო რაღაც გადარჩენაზე ორიენტირებული საკითხები დადგა დღის წესრიგში რომელიც ყისიერ რეაგირებას საჭირო. კი და რა გამოიწვია? ჩვენ ხო გვეგონა და სხვა შორის ძალიან საინტერესოა სანამ გამოქვეყნდებოდა არჩევნების შედეგები იქამდე უზარმაზარი რაოდენობით სამხედრო ძალა თუ შინაგანი ჯარი შევიდა პარლამენტის მიერ ეს ნახეთ ხო ჩვენ მოგვაწოდეს ამის შესახებ ინფორმაცია ანუ ხელისუფლება ელოდა ამ რეაქციას მაგრამ ეს რეაქცია არ იყო იმიტომ რომ ეს იყო აი მართლაც ეს შოკის რეაქცია ეს იყო გაშეშების რეაქცია და მე მგონია რომ აი ზუსტად იმ დღეს 28 ნოემბერს ჩვენ შევძელით აი ამ შოკის აი ამ გაშეშების მდგომარეობიდან გამოსვლაც და ეს ორი პროცესი დაემთხვა ერთმანეთს. და ეს იყო რაღაცნაირად ძალიან დიდი აზვირთებული ბრაზის ტალღა. და აი პროტესტს აქვს ხო თავისი ფაზები, რიტმი, დინამიკა და გამახსენდა ასე ვთქვათ შენი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობ რომ ბრაზი განლევადია. ის რეაქტიული რეაქცია და ძალიან დიდი ენერგია მიაქვს ადამიანისგან. და აი რო გადავხედოთ რაღაცნაირად განვლილ თვეებს, ეს აზვირთებული რაღაც ტალღა, რომელიც ბრაზის სახით ამოიფრქვა ადამიანებში, რა მოხდა, რა გზა გავიარეთ, როგორც საზოგადოების ისე ინდივიდის დონეზე და სად ვართ ახლა. აი, რაღაცნაირად ესე რომ შევხედოთ ცოტა უფრო დისტანცირებულად ამ ამბავს. ხო, კი, ამბობ შე რომ ეს ბრაზის ტალღა იყო, მაგრამ ეს იყო ბევრად უფრო მეტი ვიდრე ბრაზი. აი ესეთი ორი ემოციის, როგორიც არის შიში და ბრაზის შერწყმა. შიში, რომელიც ძალის გამომცლელია, ხო? აი ნიადაგი რო გეცლება ფეხებში და ბრაზი. აი ამ ორი ემოციის შერწყმა იწვევს მრისხანებას. ეს იყო მრისხანება, ეს იყო აი ეს პირველი, ესე ვთქვათ, დიდი ტალღა, რომელიც არ მავიწყდება და ისე ვიქავა რა იმ 28 ნოემბერს, რომ მივედით აი როგორ მესმის ხოლმე, იცი? აი რაღაცა აი მამხნევებს ეს ხმა ადამიანები ეს იყო უხმო პროტესტი, უხმო ნიშნავს რომ იქ არ იყვნენ გამომსვლელები, ეს იყო აი ბუნებრივი, ძალიან აუთენტური პროტესტი, რაც იმ დღეს ხდებოდა და პარლამენტის კედელზე
ქვებით ბრახუნი. ხო, ეს ხმა ძალიან. ეს იყო ძალიან ისეთი შთამბეჭდავი და ეს მრისხანება, აი მაშინ ვიფიქრე, რომ ეს არის შიში და ბრაზი ერთად. ხო, აი ეს პირველი პერიოდი, რა თქმა უნდა, და ეს პირველი პერიოდი არავინ არ თქვას, რომ მალე ამოიწურა. საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა თბილისის ქუჩებში. და არა მხოლოდ. და არა მხოლოდ, ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ძალიან ბევრ ქალაქში. მე ხაშურის აქციაც მახსოვს. ხო, მაშინ იყო ხაშურის აქცია, ჩხოროწყო, რომელიც არის ჩემი კუთხე ადამიან მაყება, რომ ძალიან ისეთია აქტიური ამ პროცესში. აი, სადღაც თებერვლის დასაწყისამდე რუსთაველი იყო სავსე. და ეს, ასე ვთქვათ, ბრაზის ტალღა საკმაოდ დიდხანს იცი, ვერ იტყვი, რომ რაღაცა ისეთი როგორ გითხრა, ხო არის რაღაცა კატეგორიაში, ხო, კატეგორიაში ექცევა, ხო, ძალიან გარდამავალია ეს იყო რაღაცა პატარა ჩავარდნა, მე ისევ აფეთქება და ასე შემდეგ, იცვლება სულ ეს ფაზები ერთმანეთში, მაგრამ აი ამ ბრაზის ტალღას ძალიან მალე წამოეწია აი ეს როგორ გითხრა, რასაც თაფლობისთვის ეძახიან, რასაც აი ამ სოლიდარობის, ამ ერთიანობის წამოვიდა ეს მარშები, მიიღო ამან ცოტა ისეთი ხასიათი, ეს სიხარულის ელემენტები შემოვიდა და ძალიან უხდება პროტესტ სიხარულში რას გულისხმობ, ხო? აი რაღაცა თუნდაც სიხარული იმითი, რომ ჩვენ ამდენი ვარ, სიხარული იმითი, რომ ჩვენ რაღაც პატარა წარმატებები გვაქვს, ხო? და შემოვიდა ძალიან ბევრი ელემენტი, გაჩნდა ძალიან ბევრი ენა, სხეული აქაც ძალიან აქტიურია, ხო, არასოდეს არ დამავიწყდეს, ერთ-ერთი კულმინაციური მომენტი იყო ხორუმის მარში, საოცრება იყო, არ დამავიწყდება ასევე ძალიან მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, კულტურული მოვლენა იყო ახალი წელი, ხო, ეს დიდი და ძალიან ბევრი ელემენტი შემოვიდა. ჩვენ დავინახეთ, როგორ შეგვიძლია ერთმანეთის მხარდაჭერა, იმიტომ რომ ამ ყველაფრის პარალელურად ადამიანები სასტიკად აწამეს. უსაშინელესი მეთოდებით აწამეს, ხო? იყო დაუნდობელი, აბსოლუტურად ერთი დღე იყო ძალიან მძიმე და მე მიწევს მუშაობა ადამიანებთან, რომლებიც იქ დაზარავდნენ და ეს დღე, აი მათ ნარატივებში არის ყველაზე უფრო მძიმე დასახული, როდესაც აი პირდაპირ ახალ მისულზე რაღაცა თავისი აჯენდა ჰქონდათ და სადღაც 11-12 საათის მერე იწყებოდა, ხო, ეს ნადირობა, რასაც ქვია და აი 7 თუ 8 საათამდე მოხდა სასტიკი დარბევა, ისროლეს კაფსულები, ადამიანები მოხვდნენ ჭყლეტვაში, იქ იყვნენ მოხუცები, ბავშვები, ეს იყო უმძიმესი დღე. ხო, აი ესეთი ძალიან ბევრი მძიმე მომენტი გამოვიარეთ აი ამ ფაზაში. შემდეგ ნახეთ, რომ შეიქმნა აი ამ თაფლობის თვეში გადავიდა და შეიქმნა ძალიან ბევრი მხარდამჭერი თვითმაორგანიზებელი ჯგუფები და თანდათან როგორც ეს ძალიან ბუნებრივად მოხდა, ბრაზი განლებადია, მე არ ვთვლი, რომ აი რაღაცა შედეგები, აი შედეგს ვერ აღწევ და უკან იხევ. ხო, მე ეს განცდა არ მაქვს, რეალურად არ მაქვს ეს განცდა, ბუნებრივად მოხდა, ამოიწურა ეს ენერგია, ვიღაცა გავიდა, ვიღაცა დარჩა, ვიღაცა დაიღალა და პატარა ძალიან ბუნებრივად იმედგაცრუების, გადატვირთვის, აი რაღაც აი ესეთი რეფლექსიის საჭიროება დადგა. ეხლა სად ვართ? ეხლა მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ეხლა ვართ აი რაღაცა ამას წინა ჩემს მეგობარს იცნობ შენს თეონა ბექიშვილს ველაპარაკებოდ და ორივეს ერთნაირი მეტაფორა გვაქვს იმაზე რაც დღეს ხდება და აი რა ხდება იცი რომ აი რუსთაველის პარლამენტის წინ რაც ხდება აი ამაზე მინდა ვთქვა რომ ამბობენ რომ შეცოტავდა ხალხი აღარ გამოდის და ასე შემდეგ ის რაც ახლა პარლამენტის წინ ხდება ამას აქვს როგორ გითხრა, ნაღვერდალს რო შეინახავ,
აი ეს ფუნქცია, ხო? ანუ ეს ცეცხლი რომ არ ჩაქრეს, აი ეს პროტესტი რომ არ ჩაქრეს, იქ მყოფი ადამიანები აი ნაღვერდალს, აი ცეცხლს ინახავენ და აუცილებლად დადგება მომენტი, როდესაც ისევ აინთება და არა აქვს არანაირი მნიშვნელობა, დაუშვათ ეს იქნება, იმიტომ რომ სულ არის შიში, რომ ვაიმე ერთხელაც რო არ გადაიკეტოს რუსთაველი. ხო, აი ეს შიში მგონია რომ ძალიან უსაფუძოა, იმიტომ რომ შეიძლება ეს ნაღვერდალი სხვაგან იყოს, თავრე რომ ის ნაღვერდალი არ ჩაქრეს და გონია რომ ეს როგორი ნაღვერდალია, იცი, აი ძალიან ძლიერმა ქარმა რო დაუბეროს, კი არ ჩააქრობს, პირიქით უფრო გააღვივებს. იმიტომ მგონია რომ ჩვენ ვართ ახლა რაღაცების გადაფასების, გადალაგების, გააზრების, ძალების მოკრების და ცოტა უფრო საზრისულ, კიდევ უფრო მეტად საზრისულ, ანუ რეაქტიული ფაზიდან გამოსულები ვართ, იმედგაცრუების ფაზიდანაც გავდივართ და ვიწყებთ გადააზრებას. მე მგონია რომ ამ ეტაპზე ვართ ახლა ჩვენ. და ამასთანავე ბოლო თვეების განმავლობაში არაერთი ახალი რეპრესიული მექანიზმი ამოქმედდა, ხო? რომელიც საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას არათუ აფერხებს, არამედ ხელს უშლის. ერთი მხრივ სამოქალაქო საზოგადოების დამოუკიდებელი მედიის შემზღუდავი კანონები, მეორე მხრივ დემონსტრანტების მიმართ რაღაც არაპროპორციულად მაღალი ჯარიმების დაკისრება, ადამიანების უკანონოდ დაპატიმრება და დღესაც ჩვენ ვუყურებდით მზია ამაღლობელი სასამართლო პროცესს პირდაპირ ეთერში. ხო, უამრავი პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანი გვყავს. მაგრამ დღეს ამაზე ჩვენ ყურადღებას არ გავამახვილებთ და ყურადღება მინდა შევაჩეროთ ვიდეო სათვალთვალო კამერებზე, რომლებიც არ ვიცი, ძალიან დიდი რაოდენობით დააყენეს პროტესტის მიმდინარეობისას, არა მხოლოდ რუსთაველის გამზირზე, არამედ საქართველოს მასშტაბით. ეს არის ეგრეთ წოდებული ჭკვიანი კამერები, რომელსაც მარტივად შეუძლია ადამიანის სახის ამოცნობა, იდენტიფიცირება და ასეთი კამერები არის ჩინეთში, რუსეთში, ასეთი კამერები დააყენეს ჰონგ-კონგში 2019-2020 წლის პროტესტის შემდეგ. შეიძლება რაღაც ერთ შეხედვით ეს კამერა სულაც არ იყოს პრობლემური, თუ კი ჩვენ ამას მიზნობრივად ვიყენებთ, ხო? რაც რაღაც დანაშაულის გამოვლენას ან რაღაც გამოძიებას უკავშირდება, მაგრამ პრობლემურია მაშინ, როდესაც მასთან ახლავს რეპრესიული კანონებით, რომ აკრძალული არის სახის ნებისმიერი ფორმით დაფარვა და ასე შემდეგ. ზუსტად ასეთივე კანონები მიიღეს მაშინ ჰონგ-კონგშიც. და აი ამ ვიდეო სათვალთვალო კამერების ზრდა ქუჩებში, აი ამ რეპრესიული კანონების პარალელურად უკავშირდება ერთადერთს, ხო, რომ გააკონტროლონ ადამიანები, გააკონტროლონ ნებისმიერი ქმედება, რომელსაც ისინი ჩადიან და რაღაცნაირად ეს არქეტიპულად დიდი ძმა გიყურებს, სწორედ აი ამას უკავშირდება და მე მაინტერესებს რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამას ჩვენს ემოციურ კეთილდღეობაზე, ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. შეიძლება რომ აი ამ ჩვენ ახლა შეიძლება ვერ ვხედავთ ამის პირდაპირ შედეგს, თუმცა ადამიანებმა უკვე დავიწყეთ სახის დაფარვა, სხვა ფორმებით და ასე შემდეგ. შემოქმედებითად მივდეთ, ესეც ჩვენი რაღაცნაირად შინაგანი რესურსის დამსახურება არის ჩემი აზრით. რა გავლენა შეიძლება მოახდინოს, ხომ არ წავალთ შინაგან თვითცენზურამდე, ემოციურ გაშეშებამდე, იმიტომ რომ აი მე რო ვკითხულობდი მაგალითად რას ამბობენ დემონსტრანტები, რომლებიც ჰონგ-კონგის პროტესტის დროს იღებდნენ მონაწილეობას, ისინი ამბობენ ასეც, რომ აი ახლაც პროტესტის ხმა შემოდის ქუჩიდან და თუ ატყობ, ისინი ამბობენ ასეთ რამეს, რომ თავიდან ჩვენ ყველა ვიცინოდით ამ კანონებზე, მაგრამ დღეს ჩემი ოჯახის წევრები ჩემი მეგობრები ყველა გაჩუმებული არის. ხო, ალბათ ეს არის კიდეც მიზანი, რომ იგივე მოხდეს აქ. და ეს ძალიან დიდი გამოწვევაა ჩვენი განსაკუთრებით ჩვენი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის და რა ვიცი, აი იმ ყველაფრისთვის, რისთვისაც ვიბრძვით, ხო?
რას იწვევს ხო ეს არის ფაქტობრივად ეს არის როგორ გითხრა ქრონიკული სტრესის სიტუაციაში გაგდებს იმიტომ რომ ყველგან შენ ხარ ხელის გულზე შენ არ იცი რა რისთვის იქნება გამოყენებული რა დროს დაგაზუმებენ სახეზე მაღალი გარჩევადობის კამერა რას აღნუსხავენ რა იქნება მით უმეტეს რომ ჩვენ მართლაც ხო ძალიან ის არის პარალელური პროცესი ქუჩაში რომ ეს ხმები შემოდის მით უმეტეს რომ ჩვენ გვაქვს ესეთი მართლა სულის შემძვრელი ამბავი ერთ-ერთი კანონო პატიმრის რომელიც ვიდეოც არის ჩაწერილი ის უბრალოდ უსმენს ადამიანს რომელიც რაღაცა ისეთ ლაპარაკობს რაც შეიძლება გადაითარგმნოს რომ რაღაც ასე ვთქვათ სუდი ფორმებით ინტერპრეტაციას როგორც გაუკეთებ და ეს არის ბრალდება რომელიც მას აქვს აყენებული ხო ანუ ეს კამერა არ არის ცალკე ფენომენი ხო ამას ემატება ეს არის რაღაც დიდი სურათის ერთ-ერთი ნაწილია აი ამ დიდი სურათის პარალელურად ჩვენ გვესმის მაგალითად იგივე მზია ამაღლობელი სასამართლოდან პოლიციელი როგორ იძლევა ჩვენებას და როგორ იცინის ეს კადრი მე არ მომდის თვალებიდან როდესაც ის ამბობს რომ ისეთი ხმა იყო რომ დაიშალაო ხო ანუ იცის ადამიანმა რომ ცრუობს და იცინის და ამით რას გეუბნება რასაც მინდა იმას დაგაბრა. საჭირო არის იქ კამერა არ არის. ხო, რა თქმა უნდა. და აი ესეთი გახანგრძლივებული ქრონიკულ სტრესის პირობებში ყოფნა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში იწვევს აი ამ გამოფიტვას, მუდმივი შებრძოლება, გაქცევის რეჟიმში მუდმივად, აი თითქოს რადარები გაქვს ჩართული გონებაში, მუდმივად საფრთხის სიგნალებს ეძებ და აი მუდმივი საფრთხის განცდა, ხო? ეს ძალიან ძიმეა, ზუსტად აი ემოციური გამოფიტვის თვალსაზრისით, ეს იწვევს ნდობის ეროზიას და ეს ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის სოლიდარობას, აი სოლიდარულობას, რაც არის, იმიტომ რომ მე იმისთვის რომ დღეს თავი გადავირჩინო და მე არ აღმოჩნდე აი ამ კამერის ობიექტივში შეიძლება ვიღაცას ხელი ვეღარ გაუწოდო ხო აი ნდობის და აი ამ ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანური პროცესების ეროზიას ახდენს ეს და აქვე რომ ჩავამატოთ აი სინამდვილეში აი ამ პარალელური პროცესი არის ისიც რომ ის რაც შენ უნდა გეხმარებოდეს რისი იმედიც უნდა გქონდეს რომ ხარს და გიჭერს ის მოქმედებს შენ წინააღმდეგ ეს კიდე ერთი და მაგასაც შევეხები აუცილებლად ანუ ამ ნდობის ეროზიის გარდა რა თქმა უნდა საბოლოო მიზანი აქ არის თვითცენზურის ჩამოყალიბება რომ შენ სულ აკონტროლოს საით იყურები რას აკეთებ როგორ მოქმედებ ვის რას ეუბნები და ასე შემდეგ და საბოლოო მიზანი ნახე იზოლაციაში მიდიხარ, იზოლაციაში შფოთვას იწვევს, შფოთვა კონფორმისტად გაქცევს და კონფორმიზმი უკვე ნიშნავს დადუმებას. ეს არის საბოლოო მიზანი აი ესეთი სისტემების მოწყობის და ყველაზე მთავარი რაც არის, რაც აი შენ დიდი ძმა გვიყურებს ახსენე, ხო? და ფუკოს ქონდა მე მგონი ესეთი გამოთქმა, იცი რა, რომ ესე იგი შენ მაშინაც კი, როცა არავინ გიყურებს, იქცევი ისე, რომ თითქოს გიყურებენ. შენ სულ გაქვს განცდა, რომ გიყურებენ. ანუ ეს უკვე ბადებს შენში აი ამ შინაგან პოლიციელს, ხო, აი ამ სასტიკ პოლიციელს, რომელიც კი არ გიცავს, არამედ მუდმივად შენს დასჯაზეა ორიენტირებული. ისედაც ჩვენ კულტურალურად ვართ ისეთი საზოგადოება, ხო? არაერთხელ გვილაპარაკია შინაგან კრიტიკოსზე, რომელიც აი შინაგანი კრიტიკოსი არის ფაქტობრივად ჩვენში აღზრდის აი ამ კულტურალური ნორმების და სხვადასხვა იმების ეგავლენით, რომელიც მუდმივად შენს ქმედებებს რაღაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, ხო? და ძალიან ბევრი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა უკავშირდება ამას, მაგრამ ეხლა ჩდება ისეთი მასშტაბის შინაგანი ცენზორი, რომელსაც შეუძლია არა მარტო ინდივიდის, არამედ
ჩვენი ერის დონეზე, ხო, ჩვენი საზოგადოების დონეზე სერიოზული რღვევა გამოიწვიოს იდენტობის. ახლა შენ რაც თქვი კიდე, ხო? აი, როდესაც საფრთხე გელოდება იმ სისტემისგან, რომელმაც ფაქტობრივად შენი უსაფრთხოება უნდა დაიცვას. აქ მე მახსენდება ესეთი პარალელი მაქვს და არ ვიცი ხა შენ ჩემი კოლეგა ხარ და დამეთანხმები თუ არა ამაში, რომ ეს მაგონებს რას იცი, რომ უამრავი მიმუშავია ბავშვებთან, რომლებსაც თავარი ნდობის ობიექტი, ვინც უნდა ყავდეს, მშობელი, ხო, უსაფრთხოების გარანტი, ვინც არის მისი, აი მისგან წამოსულ დაზიანებულ ბავშვებს, საფრთხეში მყოფ ბავშვებთან. ახლა რა არის სამყარო ასეთი ბავშვისთვის, ხო? სადაც მშობელს ყველაზე საშიში და სასტიკი სახე აქვს, ხო? ის ვინც უნდა გიცავდეს, ფაქტობრივად ის შენი მუდმივად შენს რეპრესირებას ახდენს. რას იწვევს ეს? ეს იწვევს ამას ზუსტად არ მახსოვს ეს ტერმინი მიჯაჭვულობის ღალატს თუ ღალატის მიჯაჭვულობას ეძახიან. ფაქტობრივად ეს იწვევს მიჯაჭვულობის რეაქტიულ აშლილობას, რაც არის დაკავშირებული ძალიან ღრმა ფსიქოლოგიურ პრობლემებთან. ფაქტობრივად განვითარებისთვის ხელი შემშლელია. ფაქტიურად თვითრეგულირების სისტემის მოშლას იწვევს ეს ყველაფერი და წარმოიდგინე ახლა, როდესაც ეს ხდება სახელმწიფოს ერის დონეზე, ხო? ეს რამხელა კატასტროფის მომასწავლებელია. მე არ მინდა ხო რომ ეხა ვინმე რამე შევაშ, მაგრამ მე მინდა რაღაცნაირად დავფიქრდეთ ამაზე, რომ აი ეს რეპრესიული მანქანა, არ ვიცი რუსეთში რა ხდება და რა მოხდება 10 წლის, რა საზოგადოებას მივიღებთ, ხო? მაგრამ სხვათა შორის ირანი არის ცოტა იმედის მომცემი. რატო? იმიტომ რომ მიუხედავად ყველაზე მძლავრი და ისეთი სასტიკი რეპრესიული მანქანა მაინც იქ მუშაობს, მაგრამ პერიოდულად ჩვენ ხედავთ საოცარ პროტესტის, აი ეხლაც იყო რაღაც 2025 წლის თებერვალში, ხო, სტუდენტი გოგონას მხრიდან, ხან მასობრივი ხასიათი აქვს ამას, ხან ინდივიდუალური ხასიათი აქვს ამას. ანუ რაღაცნაირად მათ, ასე ვთქვათ, შინაგან აი პროტესტის, წინააღმდეგობის შინაგანი კულტურის ჩამოყალიბება ხდება და ჩემთვის ის რაც ხდება ირანში, გაცილებით უფრო ისეთია რა, აი პროგრესული ხო, ნაპერწკალია, ვიდრე რაც ხდება რუსეთში, რაც ხდება ჩინეთში და სხვა შორის ახლა დრო არ აგვაქვს, თორე აი პოლონეთის მაგალითი აქვს ძალიან საინტერესო, მაშინ შენ საერთოდ არ არსებობდი 1980 წელი იყო, მე არტეკში ვისვენებდი, აი მაშინ დაიწყო, შენც ხო იყავი არტეკში. ხო. 1980 წელი იყო, მე მგონი, როცა პოლონეთში დაიწყო ძალიან სერიოზული გამოსვლები, ძალიან სერიოზული მუშათა აჯანყება, რომელიც რაღაცა პერიოდის შემდეგ სასტიკად ჩაახშეს. ახარ მახსოვს, ეხა ვერ ვიხსენებ, ვინც იყო მთავარი ფიგურა, დააპატიმრეს, მაგრამ საბოლოო ჯამში 1989 წელს ამ ქვეყანამ მიაღწია იმას, რომ ნახევრად ესე თავისუფალი არჩევნები დაინიშნა და თავი დააღწიეს რუსეთის, ასე ვთქვათ, აი ამ საშინელ კლანჭებს და ძალიან პროგრესული აღმოჩნდა მიუხედავად იმისა, რომ იქ იყო ძალიან დიდი ზეწოლა და ძალიან სერიოზული, ასე ვთქვათ, ტერორი. შეიძლება ასეთი პროგრესული ბრჭყალებში ტექნოლოგიებით გაჯერებული არ იყო, მაგრამ რეპრესია არის რეპრესია. ტექნოლოგიებმა ახალი რაღაც საფრთხეებიც გააჩინა, შეიძლება რაღაც ორველი, რასაც ვერ რაზეც წერდა, მაგრამ მაშინ არ უფიქრია, რომ ეს რეალობა შეიძლება დაქცეულიყო, დღეს ეს რეალობა არის, იმიტომ რომ ეს იცეთი ცოცხალია ეს ორველის, აი იქ
შეყვარებულს რომ უნდა შეხვდეს ის აღარ მახსოვს ახ პერსონაჟების იმებს ვერ მიმახსოვრებ საოცარი სცენაა აი როგორ მიდის როგორ ცდილობს რომ დაემალოს ადამიანებს დაემალოს ამ კამერებს რა გათვლებშია როგორ ოფლში იწურება აი ეს არის აი ტრაგედია რომელიც აი მართლა ამას მიყავხარ პიროვნების ეროზიამდე ნდობის ეროზიამდე ფასეულობების ეროზიამდე წარმოუდგენელია ეგეთი რაღაცა არ უნდა დაუშვა და ისევ რომ დაუბრუნდეთ ჩვენს და პრინციპში უკვე დასასრულისკენაც რომ წავიყვანოთ ჩვენი საუბარი, დაუბრუნდეთ ასე ვთქვათ საქართველოს მიმდინარე მოვლენებს და პროტესტმა დაბადა ახალი ფორმები. შექმნა გარკვეული რაღაცნაირი რუტინა, კანონზომიერება, ეს უწყვეტი მარშები, სიმღერა, შეძახილები, რომლებიც ჩვენ ახლოც გვესმოდა საზოგადოებრივი მაუწყებლიდან დაძრული მარშის, რომელიც სავარაუდოდ მალე რუსთაველზე მივა. და გააჩინა ახალი სიმბოლოებიც. მე ამ პროტესტს ხედავ როგორც რაღაცნაირი თვითრეგულაციის, თვითდამშვიდების გზას, რომელიც უპირისპირდება რეპრესიულ რეჟიმს. ისაუბრე სოლიდარობის აქტებზე, რამდენად მნიშვნელოვანი როგორი ამაღელვებელი არის ის, თუ როგორ უდგან ადამიანები ერთმანეთს გვერდში, თანაგრძნობით და ერთმანეთის გათვალისწინებით, მაგრამ შენ ერთგან ასეთი რამეც თქვი. დედაჩემს რომ ის რაც ახასიათებს ზოგადად შიშით მმართველობას და რაც ძალიან სახიფათოა და რაც ფაქტობრივად მოხდა მე-20 საუკუნის 30-იან წლებში ეს არის ეროზია ესეთი მნიშვნელოვანი ფასეულობის როგორიც არის სოლიდარობა. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე თუ რა გზა გამოვიარეთ თუნდაც 28 ნოემბრიდან დღემდე და პროტესტი მანამდეც წლების განმავლობაში იყო 2023, 2024, მანამდე 2019. ნუ გვაქვს რაღაც უხვი ისტორია პროტესტის. მაგრამ არ შემიძლია არ გკითხო ჩვენი პოდკასტის დასასრულს რა არის პერსპექტივა. ხო, ახლა ძალიან ისე რთული ამოცანა. შენ როგორ ხედავ? ხო, იცი რა არის ხო, რა თქმა უნდა, ვრჩები იმაზე, რომ ეს სოლიდარობა ერთ-ერთი მთავარი გამწევი ძალაა და ამას შეუტია ხელისუფლებამ, ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ და ამის ამ ფასეულობის დევალვირებას ცდილობს, ხო, როცა ფონდები დახურა, ხო, ფაქტობრივად. მთავარი ამოცანა ალბათ ეს იყო. ხო, და ზუსტად რომ აი სოლიდარობის მუხტი ჩაეხშოთ, მაგრამ სამაგიეროდ გაჩნდა, რა ვიცი, ვახერხებთ ადამიანები ერთმანეთის დახმარებას, ხო? მატერიალურად, ემოციურად, თანადგომით, რა ვიცი, არ მიგვიტოვებია ერთმანეთი. ამიტომ ხა მე არ ვიცი, სოლიდარობა არის ერთ-ერთი მთავარი, რაც გადაგვარჩენს, ერთგულება აი ამ ფასეულობებისადმი, იდეისადმი ერთგულება და რა იდეაც არის, რა ფასეულობაც არის, რა ვიცი, ხა ამაზე უფრო მეტი რა უნდა იყოს, თავისუფლება, დამოუკიდებლობა, ხო, დემოკრატია, ამაზე უფრო მაღალი ფასეულობა მე არ ვიცი, ამ იდეისადმი ერთგულება და გამძლეობა. მე ვრჩები ისევ იმაზე, რომ ნახე როგორი რაღაცა არის, ეხლა წარმოუდგენელი, აი ადაპტაციური მექანიზმების კუთხით რო შევხედოთ, ხო, რას ნიშნავს ეხლა რომ ადაპტირდე? ეხლა ჩვენ გვაქვს ისეთი ჯოჯოხეთი ქვეყანაში შექმნილი. ამასთან ადაპტაცია ფაქტობრივად ნიშნავს გაჩუმებას, კონფორმიზმში და ასე შემდეგ, ხო, დადუმებას. არა. და ძალიან მახსენებს ეს სხვა შორის პენიტენციურ სისტემაში ადაპტაციურ აი პენიტენციურ სისტემაში როცა ხდება ადამიანი ხო სრულიად განსხვავებულ სისტემაში რომელიც არ გავს ცხოვრებას რომელიც გარეთ არის ხო რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია რომ იქ ადაპტირდეს მაგრამ ადაპტაცია იქ ნიშნავს კრიმინალიზაციას ციხეში როცა ხარ ამიტომ იქ ვნახე პირველად მე როცა მიწევ და მუშაობა რომ არა ადაპტაცია არა გამძლეობა ამტანობა და აი ეს პარალელური ეს ასოციაცია მაქვს ეხლაც რა რომ ადაპტაცია ეხლა ნიშნავს ჩაძირვას არა ჩვენ უნდა გავუძლოთ აი ეს ნაღვერდალი წეღარო თქვი აი ეს ნაღვერდალი აი ეს სათუთად
უნდა შევინახოთ. და რომ ეს ნაღვერდალი არის მთავარი, აი ნაღვერდალშია. ნაღვერდალი ქვია თუ ნაკვერჩხალი. ნაღვერდალი ის არის, ნაკვერჩხალი, ხო, აი ეს ნაკვერჩხლები უნდა შევინახოთ. იმიტომ რომ აი იქ არის ჩვენი, რა ვიცი, რწმენაც, გამარჯვების, იქ არის ჩვენი შედეგებიც, რაც გვაქვს, იქა ვართ ჩვენ ყველანი და აი ამ ნაკვერჩხლებს უნდა გაუფრთხილდეთ. და მინდა მადლობა უთხრა ყველა იმ ადამიანს, ეხლა რომ ჩაგვიარეს, ვინც აი ამ ნაკვერჩხლების, აი ამ ცეცხლს უფრთხილდება, რომელიც აი ამ ცეცხლის ჩაქრობას, რა ვიცი, აი გმირულად ყოველდღე წვიმაში, ქარში, მე ძალიან ხშირად ვერ ვახერხებ მისვლას და ძალიან მწუხვარ ამის გამო, აი ამ ცეცხლს ვინც უფრთხილდება, იმ ხალხს მინდა ძალიან დიდი მადლობა უთხრა. ძალიან დიდი მადლობა დროისთვის, საუბრისთვის და დასასრულს არ შემიძლია არ გამოვხატო ჩემი სოლიდარობა ზიასადმი და ყველა პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანისთვის, რომელიც დღეს უკანონოდ ზის ციხეში. ეს იყო აისის პოდკასტი და მომდევნო შეხვედრამდე.